იცით ყველამ, რომ აქ მხოლოდ თქვენს სანახავად მოდიოთ და ეს ალბათ ბოლო დღეც იქნება. იქნები ვეღარ ნახოთ. ეს მაქვს პატარა იმედი, მაგრამ რაღაც იქნება რა. იცით ყველამ, რომ თელავიდან ჩამოვდიოდი თბილისში აქციებზე ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ჩამოვდიოდი აქციებზე, რადგან თანამოაზრეებთან ერთად განმტკიცებინა მშვიდობიანი პროტესტი ევროკავშირის კურსთან გადახრება. 19 ნოემბრის გამთენიისას ჭავჭავაძის გამზირზე როცა დაიწყა ეს ფორმიანო დაჯგუფება იმ პატარა ლამაზი სამყაროს განგრევა და სისხლიანი თელებით შევახვა. მაგას ვიყავი დაახლოებით ორი დღის უძილო ვიყავი, ძალიან გამიგე ვიყავი და ვერ გავაცნობიერე რა ხდებოდა. როცა მათ დაიწყა ეს ჩვენზე გადამეტებული გზავის გამოყენება, მე მოვყევი ამ შემოქმედაში. ვეცადე გავდიდებოდი, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. იცით შემდეგ რაც მოხდა. ნაპატიებს მეგობრებო, მაგრამ მე უნდა დავტოვო დარბაზი, იმიტომ რომ არ შემიძლია აღარებების მოსვლა. ნაპატიებს, მაგრამ თქვენს ბინძურ სამთავროს ხომებინოს მეზობლად აღარებოს. საფალოსიფოს მოსმენის შემდეგ სასამართლო კაცი სადათბილად გადაწყვეტილებას ისწავლება.